იჩქარეს თუ არა ჰოლანდიელმა ექსპერტებმა დასკვნა, რომლის მიხედვით ჰუდონჰესის მშენებლობა 1 წლით უნდა გადავადდეს, შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. თვის ბოლოს ცნობილი გახდება იმ ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ინვესტორმა ინდურმა კომპანიამ დაუკვეთა. ქართველი ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი კვლევა ჰოლანდიური ჯგუფის ყველა შენიშვნას გააბათილებს. თავის დროზე ევროპელი სპეციალისტების არაინფორმირებულობაზე ენერგეტიკის მინისტრიც საუბრობდა. ჰუდონჰესის მშენებლობის 1 წლით გადავადებაზე უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია შესაძლოა შეიცვალოს. ჰიდროსადგურის ინვესტორი თვის ბოლოს ხელისუფლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების კიდევ ერთ დასკვნას წარუდგენს. ახალმა კვლევამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას. ამცირებს თუ არა მდინარე ენგურის ნატანი ინერტული მასალა ჰუდონჰესის 95 წლიან საექსპლუატაციო ვადას. სედიმენტაციაზე მე აქ უბრალოდ აქ მიდევს უამრავი შესწავლაა ჩატარებული. აქ ეს დოკუმენტი, რომელიც იმ ვარიანტში საერთოდ არ იყო და ვერც იქნებოდა შარშანდელ ვარიანტში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჰოლანდიელების მუშაობა უფრო ფასეული და მათ რეკომენდაციებს უფრო მეტი წონა ეკნებოდა თუ ისინი საბოლოო ვარიანტს იხილავდნენ. ჰოლანდიური კომისიის რეკომენდაციების გასაჯაროების შემდეგ ენერგეტიკულ სპეციალისტებს უცხოელი ექსპერტების არასათანადო ინფორმირებულობაზე პრეტენზია გაუჩნდათ. მაშინვე ითქვა, რომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში დასკვნა არაობიექტური იყო. დღეს კვლევის დამკვეთი გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახალ მასალებს უცხოელ პარტნიორებს მიაწვდის. საუბარი იმაზე, რომ რაიმე დოკუმენტი არ არსებობდა და არ მივაწოდეთ, მე მგონი თვალმართებული არ არის, იმიტომ რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც კი არსებობდა, მით უმეტეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც გაამყარებდა პოზიციებს ამ პროექტის დადებითი მხარეების მიმართ ცხადია მოწოდებული იქნა და იყო. თუ რაიმე დარჩა ისეთი, ჩვენ ეხლაც ღია ვართ, ღია ჰოლანდიის მხარეც იმისთვის, რომ ეს დოკუმენტები დამატებით რან იხილოს. უცხოელ ექსპერტთა მიერ სვანეთის კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებაზე ჰუდონჰესის ზეგავლენის რისკების უარყოფის მიუხედავად ქართველი ეკოლოგების ერთი ნაწილი 700 მეგავატიანი ობიექტის მშენებლობას მაინც ეწინააღმდეგება. მათთვის დიდი ჰესები გარემოს დაცვით სტანდარტში ვერ ჯდება. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც არ არის კარგად განხილული. როდესაც ინვესტორი ამას წარმოადგენს, იმის ანალიზი მოხდება, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, ეს სრულყოფილად არის წარმოდგენილი თუ არასრულყოფილად არის წარმოდგენილი. დიდ ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაში გარემოს დამცველების კატეგორიული პოზიცია გამიზნულად თუ უნებლიეთ თანხვედრაში მოდის უმსხვილესი რუსული ენერგოკორპორაციების ინტერესებთან, რომელიც მეზობელ ქვეყნებში განახლებადი ენერგიის მძლავრი წყაროების ამოქმედებას ფარულად ბლოკავს. უკვე არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით თურქეთის მზარდ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს გაზპრომის სომხეთში კუთვნილი თბოგენერაციის ობიექტების ამოქმედებით დააკმაყოფილებს. ამ სქემით ელექტროენერგიის ნაკადი სომხეთიდან თურქეთში სწორედ საქართველოს ენერგოსისტემის გავლით მოხდება, რომელიც გარემოს დამცველთა წინააღმდეგობის გამო შესაძლოა სასიცოცხლო და აუცილებელი სიმძლავრეებისა და საექსპორტო პოტენციალის გარეშე დარჩეს. ალბათ ის ადამიანები კარგად ალბათ სასმელ ორგანოებთან გარკვეული პრობლემები აქვთ და ვერ იგებენ თუ რა არის ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის მიდგომა. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ რესურსებს, რომელიც გააჩნია ქვეყანას, იმისთვის რომ მივიღოთ ახალი ჰიდროელექტროსადგურები, დამატებითი ელექტროენერგიის წყაროები. გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენთვის ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ მიერ რაღაც შეჩერებული პროექტების გამო აღებულ, ასე რომ ვთქვათ, დაფინანსებას, რომელსაც ისინი იღებენ უცხოეთიდან. საბოლოო დასკვნისთვის უცხოელ ექსპერტებს ხუდონის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კუთხით კიდევ ერთი დოკუმენტის პირობის გათვალისწინება მოუწევთ, რომელიც მათ ანალიზში ვერ მოხდა. სოფლიო ბანკის ანგარიში სწორედ დიდი ჰიდროსადგურები მოიაზრება საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების საუკეთესო ალტერნატივად. 2007 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ რეკომენდაციას ელექტროენერგიაზე წლიური 3%-იანი მოთხოვნის ზრდის ფონზე იძლეოდა. დღეს ეს პარამეტრი 5-6%-ის ფარგლებშია მოქცეული. ენგური მდინარე არის საქართველოში ყველაზე ენერგეტიკულად ძლიერი მდინარეა, თუ ესე შეიძლება ითქვას, 12 მილიარდამდეა მისი პოტენციალი. ჩვენ ესეთი მდინარე არ აქვს. და მე ვერ დაგისახლებთ ქვეყანას, რომელსაც აქვს ესეთი პოტენციალი და რომელსაც მომავალი განვითარება უნდა, ხალხის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიურ სიძლიერეზე უნდა რომ ის ვარ სიტყვის ასეთ პროექტის განვითარებას. ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების კომისიის საბოლოო დასკვნა ცნობილი მაისის თვეში გახდება.
ახალი გარემოებების გათვალისწინებით ხუდონხესის ინვესტორი კომპანია ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად უცხოელი ექსპერტების პოზიციის რადიკალურ ცვლილებას ელოდება.